ეს თქვათ მედიის წარმომადგენლები, ვისაც არ გვინდა რომ ცენზურას დავემორჩილოთ, არ გვინდა რომ შავზე თეთრი ვთქვათ, არ გვინდა რომ დიდი რამბები მივუძღვნათ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელიც რუსეთისკენ მიგვაჩვევს და ვაშორებს ევროპას. არ გვინდა რომ მონობაში ვიცხოვროთ. ხელისუფლებას უნდა რომ მონობაში გვამყოფოს, უნდა რომ ყველა კანონი მიიღოს, ყველა რეგულაცია იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაჩვენოს, შეგვწყვიტოს, ფინანსური წყაროები გადაგვიკეტოს, ჯარიმების მიზანიც ეგ არის მარეგულირებელს, ამიტომ მიმართავენ ასეთი სიხშირით. მათ მართლაც სინამდვილეში მარტო ის კი არა წუხებთ, რომ მათზე რეჟიმს, მონას და სხვა შეფასებებს იყენებენ. მათაც წუხებთ ის, რომ ჩვენ საერთოდ ვარსებობთ და უნდა რომ ამ ჯარიმებით სული ამოვხაროთ. თუმცა მე მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ბევრად მეტი ადამიანია ისეთი, ვისაც ჩვენი არსებობა, თავისუფალი მედიის არსებობა სჭირდება, ვიდრე ქართული ოცნება და მისი მხარდამჭერები, ამიტომ შეუძლებელია თუნდაც რიცხოვნობით, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, ძალაუფლების მქონე ხალხი ახლა მოუგონ ამ ადამიანებს და მე ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლიდან ქართული მედია, თავისუფალი კრიტიკული მედია გამოვა გამარჯვებული და უფრო ამაყი და ძლიერი.